გამარჯობა. დღევანდელ მიმოხილვაში მინდა პირდაპირ საქმეზე გადავიდე და ერთად ვიმოგზავროთ ისეთ ადგილას, რომელიც სიტყვასიტყვით გრავიტაციას დასცინის. მივდივართ საბერძნეთში, შთამბეჭდავ მეტეორაში. ალბათ გინახავთ კიდეც ეს კადრები. პირდაპირ ჩაში გამოკიდებული მონასტრები. მაგრამ იცით, ეს მხოლოდ რელიგიური ცენტრები არ არის. ეს არის ბიზანტიური ხელოვნების, უძველესი მწერლობის და, რაც მთავარია, ბერძნული სულის გადარჩენის ნამდვილი აუღებელი ციხესიმაგრე. მოკლედ, მოდით გადავხედოთ ჩვენ დღევანდელ მარშრუტს. ჯერ ვისაუბრებთ ეგრეთ წოდებულ გადარჩენილ ექვსეულზე, შემდეგ კი ამ უნიკალურ მონასტრებს წყვილ-წყვილად განვიხილავთ. ჯერ დიდ მეტეორას და ვარლაამს, მერე რუსანუსა და წმინდა სამებას, ბოლოს კი წმინდა სტეფანესა და წმინდა ნიკოლოს. ბოლოს შევაჯამებთ იმ უდიდეს სულიერ მემკვიდრეობას, რაც მათ დაგვიტოვეს. მაშასე, პირველი ნაწილი, გადარჩენილი ექვსეული, ნამდვილად დრამატული ისტორია დანაკარგსა და აღფრთოვანებაზე. იცით, მეტეორას კლდეები ყოველთვის ასეთი ცარიელი არ ყოფილა, როგორც დღეს ჩანს. ოდესღაც აქ სიცოცხლე პირდაპირ დუღდა და ამ ვერტიკალურ კლდეებზე წარმოიდგინეთ 24 მონასტერი იდგა. მაგრამ დრომ თავისი გაიტანა. ბუნებრივმა კატაკლიზმებმა, დაუნდობელმა ომებმა და უბრალოდ მიტოვებამ ეს რიცხვი ძალიან მკვეთრად შეამცირა. 24-დან დღეს მხოლოდ 6 დარჩა. თითოეული მათგანი ნამდვილი გადამრჩენელია თავისი უნიკალური ისტორიით. სწორედ მათ უნდა ჩაუღრმავდეთ ახლა. გადავდივართ მეორე ნაწილზე. დიდი მეტეორა და ვარლაამი, გიგანტი და საინჟინრო საოცრება. ლოგიკურია დავიწყოთ ყველაზე დიდი, უძველესი და ყველაზე მაღლა მდებარე მონასტრით, რომელიც ზღვის დონიდან 613 მეტრზე ამაყად გადმოყურებს ხეობას. საერთოდ სიტყვა მეტეორონ ჰაერში გამოკიდებულს ნიშნავს. ხომ ზუსტი სახელია? ეს ტერმინი მისმა დამაარსებელმა წმინდა ათანასემ ჯერ კიდევ 1340 წელს დაამკვიდრა. მაგრამ იცით მონასტრის ნამდვილი აღზევება როდის დაიწყო? როდესაც აქ სერბეთის მეფის შთამომავალი იოანე უროში მოვიდა. წარმოიდგინეთ, კაცმა უარყო საკუთარი სამეფო თახტი, ბერად აღიკვეცა, იოასაფი დაირქვა და მთელი თავისი უზარმაზარი სამეფო ქონებით დიდი მეტეორა ძალაუფლების პიკში აიყვანა. ახლა რაც მართლაც საინტერესოა, არის ის საოცარი განძი, რომელსაც მონასტრის მუზეუმი ინახავს. კი, აქ ნახავთ უძველეს ბიზანტიურ ხატებს, ხელნაწერებს, იმპერატორთა ბეჯდებს, მაგრამ აი რაც მართლა თვალშისაცემი და ალბეთ ცოტა დამაჟრიალებელიცაა, ეს ძვალთშესალაგებელია. წარმოიდგინეთ ოთახი, სადაც თაროოდზე გასული საუკუნეების ბერების თავის ქალებია ჩამწკრივებული. ეს არის წარმოუდგენლად ძლიერი შეხსენება სიცოცხლის წარმავალობაზე. დამეთანხმებით ალბათ. მოდით, ახლა სიდიდით მეორე მონასტერში, ვარლაამში გადავინაცვლოთ. მისი ისტორია ნამდვილი საინჟინერო საოცრება. 1350 წელს აქ პირველი განდეგილი მოვიდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ადგილი ზუსტად 200 წელი სრულიად მიწოვებული იყო, სანამ 1517 წელს ძმებმა თეოფანემ და ნექტარიოსმა მისი აღდგენა არ გადაწყვიტეს. ახლა დაფიქრდით ამ ციფრებზე. მათ დასჭირდათ 22 წელი, გავიმეორებ, 22 წელი მხოლოდ იმისთვის, რომ სამშენებლო მასალები თოკებითა და ბადეებით კლდის წვერზე აეტანათ. და როცა ყველაფერი უკვე ზემოთ იყო, თავად მშენებლობა სულ რაღაც 20 დღეში დაასრულეს. დაუჯერებელია რა? სხვადასხვა ვარლაამში დღემდე ინახება ეს გიგანტური მუხის კასრი, რომელიც 12 ტონას იტევს. დიახ, 12 ტონა. ისტორიულად ბერები მას წვიმის წყლის შესაგროვებლად იყენებდნენ. იმ სიმაღლეზე წყლის გარეშე გადარჩენა ხომ აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ამიტომ ეს კასრი მათი სიცოცხლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენდა. გადავდივართ მესამე ნაწილზე, რუსანუ და წმინდა სამება. ერთი ბუნებრივ გაგრძელებას გავს, მეორე კი ნამდვილი ჰოლივუდის ვარსკვლავია. რუსანოს მონასტერი პირველივე დანახვისას გამოუგნებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. გეგონებათ ეს შენობა კი არა იმ ვიწრო ვერტიკალური კლდის წვერის პირდაპირი ბუნებრივი გაგრძელებაა. ის 1529 წელს დააარსეს ძმებმა იოასაფმა და მაქსიმემ. და აქ ერთი საინტერესო პარადოქსია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი ფერისცვალების სახელობისაა, აქ განსაკუთრებულად წმინდა ბარბარეს ცემენტა უყვანს. 1988 წლიდან ის დედათან მონასტრად გადაკეთდა. და ახლა იქ ულამაზესი ხის ხიდებით შეგიძლიათ მოხვდეთ. ეს ხიდები რაღაცნაირად დრამატულობისა და სიმშვიდის საოცარ სინთეზს ქმნის. ახლა კი გადავიდეთ ალბათ ყველაზე ფოტოგენურ მონასტერზე. ეს წმინდა სამებაა, რომელიც 1648-1367 წლებში აშენდა ბერ დომეტიოსის მიერ. მაგრამ მისი მთავარი პოპკულტურული პოპულარობა ჰოლივუდს უკავშირდება. გახსოვთ 1981 წლის ჯეიმს ბონდის ფილმი For Your Eyes Only? სწორედ იქ გამოჩნდა ეს მონასტერი და ამან მეტეორო ფაქტობრივად პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ტურისტულ მიმართულებად აქცია. მეოთხე ნაწილი. წმინდა სტეფანე და წმინდა ნიკოლოზი.
მოდით ვნახოთ ხელმისაწვდომი გადამჩენელი და ვერტიკალური კოშკი. ეს ორი მონასტერი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. და აქ ძალიან მაგარ კონტრასტს ვხედავთ. წმინდა სამებაში მოსახვედრად 1925 წელს კლდეში ამოკვეთილი 140 დამღლელი საფეხური უნდა აიაროთ. მანამდე კი ბზაღალი მხოლოდ ბადეებით ადიოდნენ. მეორე მხრივ გვაქვს წმინდა სტეპანეს მონასტერი, რომელსაც თავის დროზე ბიზანტიის იმპერატორმა ანდრონიკე პალეოლოგოსმა ოქრო და მიწები უხვად შესწირა. ის ყველაზე მარტივად მისადგომია მთელ მეტეორაში. არანაირი კიბე, უბრალოდ გზიდან პირდაპირ სწორი ხიდით შედიხართ ეზოში. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ რადგან ადვილად მისადგომია, მარტივი ისტორია ჰქონდა. წმინდა სტეფანეს მონასტრის გადარჩენის ისტორია მე-20 საუკუნეში ნამდვილად ტრაგიკულია. მეორე მსოფლიო ომის დროს ის სასტიკად დაიბომბა, რადგან შეცდომით ბერძენი პარტიზანების სამალავი ეგონათ. მერე საბერძნეთის სამოქალაქო ომის დროსაც მნიშვნელოვნად დაზიანდა და ფაქტობრივად მიატოვეს. თუმცა ისტორია აქ არ სრულდება. 1961 წელს მონასტერი ხელახლა დაიბადა როგორც დედათა მონასტერი და დღეს იქ საოცარი ბაღები და ბიზანტიური მუსიკის სკოლაც კია. ჩვენი ტურის ბოლო მონასტერია წმინდა ნიკოლოზა ნაპავავსასი. სიტყვა ნაპავავსასი დასვენების ადგილს ნიშნავს და ის პირველივე მონასტერია, რომელსაც კალამბაკადან მიმავალ გზაზე შეამჩნევთ. მე-16 საუკუნის დასაწყისში აშენებული ეს მონასტერი ერთ ძალიან პრაქტიკულ პრობლემას წააწყდა. კლდის წვერი უბრალოდ ზედმეტად პატარა იყო. გამოსავალი, რადგან სიგანეში ვერ ფართოვდებოდნენ, მათ დაიწყეს მშენებლობა პირდაპირ ზემოთ. ასე რომ მონასტერი სიმაღლეში რამდენიმე სართულადაა აშენებული, ნამდვილი შუა საუკუნეების ცათამბჯენი. მაგრამ წმინდა ნიკოლოზის მთავარი სიამაყე შიგნითაა. 1527 წელს ცნობილმა კრეტელმა მხატვარმა თეოფანე სტრელიცასმა აქ ფრესკები შექმნა. და დამიჯერეთ, ეს არ არის უბრალოდ ნახატები. ისინი მთელ საბერძნეთში პოსტბიზანტიული კრეტული სკოლის აბსოლუტურად საუკეთესო ნიმუშებად ითვლება. ფერები, დეტალები, ეს ყველაფერი ისტორიას პირდაპირ ჩვენს თვალწინ აცოცხლებს. მივადექით ბოლო ნაწილს, სულიერი გამძლეობის მემკვიდრეობა. საბოლოოდ, ყველაზე მნიშვნელოვანია გავიაზროთ, თუ რას იცავენ ეს კედლები. ეს არ არის მხოლოდ არქიტექტურა. ეს ბერძნული მართლმადიდებლობისა და უმდიდრესი კულტურის უდიდესი მონუმენტია. და აი, ჩვენი დღევანდელი მიმოხილვის ბოლოს მინდა ერთი დამაფიქრებელი კითხვა დაგიტოვოთ. რა შეგვიძლია ჩვენ, თანამედროვე საზოგადოებამ, ვისწავლოთ სულიერი და არქიტექტურული გამძლეობის ამ გამაოგნებელი მაგალითიდან? როდესაც მეტეორას ამ 6 გადამჩენელ მონასტერს ვუყურებთ, ჩვენ მხოლოდ წარსულს კი არ ვხედავთ. ეს არის ცოცხალი გაკვეთილი იმისა, თუ რისი მიღწევა შეუძლია ადამიანის რწმენას, ნებისყოფას და შეუპოვრობას ყველაზე რთულ, ერთი შეხედვით აბსოლუტურად შეუძლებელ პირობებშიც კი. დაფიქრდით ამაზე. შევხვდებით შემდეგ მიმოხილვაში. დროებით.